მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ლექციას თემაზე. სამონასტრო ცხოვრების საერთო სურათი და განვითარების ეტაპები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში. გარეჯის მრავალმთის მონასტრებში ჩატარებული არქეოლოგიურ ხუროთმოძღვრული კვლევის ფონზე. ეს არის დიდი თემის პირველი ნაწილი. შუა საუკუნეების საქართველოს კულტურისა და ისტორიის საკითხთა ნებისმიერი მკვლევარი ქრისტიანული მონათლიციზმის წარმოშობისა და განვითარების თავისებურებათა პრობლემას გვერდს ვერ აუვლის. ჩვენ ისტორიოგრაფიაში საქართველოში ქრისტიანული მონათლიციზმის ჩასახვის ხანის შესახებ საკმაოდ განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული. მე-19-მე-20 საუკუნეების ქართველ მეცნიერთა მნიშვნელოვან ნაწილს უძველეს საეკლესიო ისტორიულ თხზულებებში დაცული რიგი ცნობების თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე მიაჩნდათ, რომ საქართველოში სამონასტრო მოძრაობის დამნელგავები არიან მე-6 საუკუნის ქრისტიანული მოღვაწეები, რომლებიც ამ წყაროებში და ამჟამადაც 13 აშუალ მამად მოიხსენებიან. მე-6 საუკუნის განმავლობაში, ზოგიერთი მკვლევარის აზრით მე-5-მე-6 საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, წინა აზიის ქრისტიანული მონათლიციზმის დაწინაურებული ქვეყნებიდან, სავარაუდოდ სირია, მესოპოტამიიდან და პალესტინიდან, საქართველოში ჯგუფურად ან ცალ-ცალკე ჩამოსულ ამ სასულიერო პირთა მიერ ჩვენში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისთვის და ასკეტური ღვთისმსახურების გაძერებისთვის გაღებული ღვაწლი, როგორც ჩანს, მართლაც განუზომლად დიდი იყო. ასეთი მტკიცების საფუძველს იძლევა ჩვენამდე სხვადასხვა საუკუნეების რედაქციების სახით მოღწეული ამ წმინდანთა ცხოვრების აღწერები, ცოცხალი საეკლესიო ტრადიციები, ტოპონიმიკური მონაცემები და სხვა. როგორც წინა ლექციაში უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ქრისტიანულ არქეოლოგ მკვლევართა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა აშურელ მამათა მოღვაწეობის ადგილებში შემორჩენილი მატერიალური კულტურის ნაშთების გავლენის და მათი ანალიზის საშუალებით მეტი დამაჯერებლობა შეზინონ ძველი ქართული კულტურის ამ არაორდინალური მოვლენის სხვადასხვა ასპექტს. იმის დასტურად, თუ რაოდენ დიდია სასურველი შედეგების მიღების ალბათობა ამ კვლევისას და რა პრობლემები შეიძლება წააწყდეს მეცნიერი ამ კუთხით მუშაობისას, ამჟამად ჩვენ ყურადღებას სპეციალურად შევაჩერებთ 13 აშურელ მამათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოპულარული მოღვაწის, წმინდა დავით გარეჯელის მიერ დაფუძნებულ სამონასტრო კომპლექსებზე. დღემდე ჩატარებული არქეოლოგიურ ხელოვნებასწავლებლობითი კვლევების შედეგებზე. ამასთან იმასაც მოგახსენებთ, რომ ამ წმინდანის საქართველოში მოღვაწეობის უმთავრესი ასპარეზი, გარეჯის მრავალმთის გამოქვაბული მონასტრები, აშურელ მამათა სახელთან დაკავშირებული სამონასტრო კომპლექსებიდან ყველაზე დიდ დღემდე დამაკმაყოფილებლად შემონახულ და შესაბამისად სასურველი ინფორმაციის მისაღებად მეტად თუ შეიძლება ითქვას ფართო პოლიგონს წარმოადგენს. გარეჯის მრავალმთის 2 ათეულამდე მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 70 კილომეტრზე სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და იონის აუზში. ამ მონასტრების დაარსება და აქტიური ფუნქციონირების ზენიტი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდს უკავშირდება. ამიტომ მათი გეგმარებაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაქტიური მასალის სიმწირის გამო ქართველი მეცნიერების უმრავლესობას დავით გარეჯის უძველესი უდაბნოების სტრუქტურისა და მათი შემადგენელი კლდეში ნაკვეთობების გეგმარებითი პრინციპების შესახებ არც თუ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ გამოთქმული. ნაირგვარი შეხედულებებია. ასე განსაჯეთ, ერთსრულოვნება არსუფევს გარეჯის მრავალმთაში პირველი სამონაზვნო ორგანიზაციების დაარსების ხანის თაობაზეც, ხოლო კლდის ხუროთმოძღვრების უაღრესად საინტერესო ზეგთა ზოგიერთი ჯგუფის შექმნის თარიღად მკვლევარები ბოლო დრომდე ერთმანეთისგან 2-3 საუკუნით განსხვავებულ ხანას ასახელებდნენ. გარეჯის მრავალმთის უდაბნო მონასტრები ერთი არსებითი საერთო ნიშნით მაინც ხასიათდება. მათში დღემდე შემორჩენილი ეკლესიას სენაკების თუ სხვა დანიშნულების სათავსების აბსოლუტური უმრავლესობა კლდეშია გამოკვეთილი. ეს კლდე არის ქვიშაქვის ნეოგენური კირქვული აგებულების კონგლომერატული. ეს გარემოება მათ თანამედროვე კრების სახელწოდებაშია ასახული. ისტორიული სახელწოდების გარეჯის მრავალმთის უდაბნოთა ნაცვლად ისინი ამჟამად მოიხსენიება როგორც გარეჯის გამოქვაბული მონასტრები. გამოქვაბულებისაგან განცალკევებული, ამჟამადაც ზეზოურად მდგარი ქვითკირის საყოფაცხოვრებო და საფორტიფიკაციო ნაგებობები ძირითადად იმ მონასტრებში გვხვდება, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში ფუნქციონირებდა და ასეთ შენობათა დიდი უმრავლესობა სწორედ ამ ეპოქას განეკუთვნება.
დღესდღეობით ძნელი სათქმელია თუ რასურად იყო ამ ხრივ გარაჯის მრავალთვის მონასტრებში ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეებში. ჩართული იყო თუ არა ამ კომპლექსებში ქვის ნაგებობები და რა დოზით. ანუ ჩვენში დღემდე მიღებული პირობითი კლასიფიკაციით მონასტერთა რომელ ტიპს განეკუთვნებოდა თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, სუფთა ქვაბულს თუ შერეულს. საქართველოს და დანარჩენი აღმოსავლურ ქრისტიანული სამყაროს უდაბნო მონასტერთა კვლევის გამოსვლებიდან გამომდინარე, არ უნდა გამოურიცხოთ შესაძლებლობა, რომ გარაჯის მრავალთვის მონასტერთა ერთ ნაწილში მაინც ადრე და განვითარებულ შუა საუკუნეებში ქვაბულს ათასებთან ერთად ინტენსიურად ყოფილა გამოყენებული ქვითკირის ნაგებობანიც. მათი სტრუქტურის შემადგენელი სრულფასოვანი კომპონენტების ან დამატებითი სათავსების სახით. დავით გარაჯის ქვაბულოვანი მონასტრების უმრავლესობა სერების დამრეც კალთებში მდებარეობს და თითქოს 100 ვარაუდის საწინააღმდეგოთაც მეტყველებს ეს გარემოება. ვინაიდან უშუალოდ ქვაბ სათავსთან წინა ტერასები საკმაოდ ვიწროა იმისთვის, რომ იქ ქვითკირის ეკლესიების და სხვა მოზრდილი ნაგებობის არსებობა ვივარაუდოთ. მეორე მხრივ, ანგარიში უნდა გაუწიოთ იმ გარემოებას, რომ აღმოსავლურ ქრისტიანული ქვეყნების სავანეებში, მაგალითად წმინდა მიწის უძველეს მონასტრებში, ასეთივე დახრილობის კლდოვან კალთებიან ლავრებსა და კოენაბიუმებში მაინც იზებნებოდა ხოლმე ქვითკირის მრავალრიცხოვანი ნაგებობის და მინაშენების ადგილი, თუნდაც ქარაფებში ნაკვეთი სათავსებისგან ოდნავ მოშორებით. შესაძლოა გარაჯის მონასტრებშიც ქვის ნაგებობანი იმთავითვე ანალოგიურად ან კლდოვანი სერების ძირში ყოფილიყო განლაგებული. ასი ტერასული ტიპის სათავსების ნიშნები გარაჯის ზოგიერთი მონასტრის ქვაბების წინა კალთებზე დღესვე იკითხება, მაგალითად დოდოს ქაში. გარაჯის მრავალთაში შუა საუკუნეების სხვადასხვა ეტაპზე შერეული ტიპის მონასტრების არსებობის ვარაუდს მხარს უჭერს არქეოლოგიური კვლევის შედეგების. დავით გარაჯის ამ სამივე მონასტერში, სადაც დღემდე რამდენადმე სერიოზული არქეოლოგიური სამუშაოებია ჩატარებული ივრისპირის ქვაბებში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და დოდორქის მონასტერში, გათხრების შედეგად გამოქვაბულების წინა ტერასებზე და კლდოვანი სერების ძირას შუა საუკუნეების სხვადასხვა ეტაპის ქვის საყოფაცხოვრებო საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთები გამოვლინდა. მაგალითად, ნათლისმცემლის მონასტერში არქეოლოგიური კვლევის შედეგად მიკვლეული უადრესი თავდაცვითი ნაგებობები მე-11 საუკუნეს განეკუთვნება, ხოლო სამეურნეო სათავსები საწნახელიანი მარანი მაგალითად მე-9 საუკუნიდან ჩანს. ივრისპირა ქვაბების ძირას განლაგებული ქვის ნაგებობების არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ნივთიერი მასალაც უმთავრესად მე-9-11 საუკუნებს განეკუთვნება. თუმცა ამ ძეგლის მკვლევართა აზრით ცალკეული მონაპოვარი აქ მე-7-8 საუკუნეებში ცხოვრებაზეც მიგვანიშნებს. უნდა აღინიშნოს, რომ ივრისპირა ქვაბების ძირას განლაგებული ეს ნაგებობანი მკვლევართა უმეტესობის მიერ საერო დასახლების ნაშთებადაა მიჩვეული, ვინაიდან უჩვეულო იყო მათთვის ქვაბების გარეშე მონასტრის კომპონენტების არსებობა გარაჯაში. ძეგლი არქეოლოგიურად მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი და ამიტომ ჩვენ საბოლოოდ ვერც იმ ვერსიას გამორიცხავთ, რომ ეს მართლაც საერო რაღაც სტრუქტურებია, მაგრამ უფრო აზრისკენ მიხრებით, რომ ნაგებობის ფუნქციის ასეთი შეფასება არ არის მართებული. ეს განვითარებული შუა საუკუნეების გარაჯის მონასტრების მხოლოდ ქვაბულოვანი ბუნების შესახებ არსებული სტერეოტიპული წარმოდგენიდან მომდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ, დოდორქის მონასტრის წინა ფერდობებზე გამოვლენილ ქვის ნაგებობებზე სავარაუდოდ ბერების საცხოვრებელ სანაკებში დაფიქსირებულია ძირითადად მე-14 საუკუნეთა მასალა. ასეთ ფონზე ცხადია ვერ გამორიცხავთ, რომ გარაჯის მრავალთვის სამონასტრო კომპლექსების სრულყოფილი არქეოლოგიური შესწავლის შედეგად მრავალ მათგანში ფუნქციონირების სხვადასხვა ფაზის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქვითკირის ნაგებობის კვალიც აღმოჩნდეს მომავალში, რა თქმა უნდა. უნდა ითქვას, რომ უდაბნო მონასტრების სტრუქტურის შემადგენელი სავარაუდო კომპონენტების თაობაზე ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ კაბადოკიის საყოველთაოდ ცნობილი კლდეში ნაკვეთი მონასტრების კვლევარებიც. ევროპელები, ამერიკელები. ეს კომპლექსები ბოლო დრომდე მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილი იყო როგორც მხოლოდ გამოქვაბული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ერთობლიობები, რითაც მათ საკმაოდ განასხვავებდნენ ბიზანტიური ხანის სირულ-პალესტინური, კოპტური თუ სხვა აღმოსავლურ ქრისტიანული უდაბნო მონასტრებისაგან. მართლაც კლდეში ნაკვეთების წინა პლანზე წამოწევა და ხუროთმოძღვრების შედევრების რანგში აყვანა
უდავოდ წარმოადგენს ამ რიგის კაბადოკიური ძეგლების თავისებურებას. საპირისპიროდ ზემოთ აღნიშნული კლასიკური მეუდაბნოების ზოგიერთი რეგიონისგან, სადაც კლდეში ნაკვეთი ძეგლები უფრო კომპლექსურად არის წარმოდგენილი ნაგებით და გამოქვაბულებით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საზოგადოებრივი მეცნიერი ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვის საფუძველზე ვარაუდს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა კაბადოკიის მონასტრების კლდეში ნაკვეთი ეკლესიას ნაკებიც მათი ფუნქციონირების ხანაში ხშირად ქვის ხუროთმოძღვრების ასეთივე შთამბეჭდავი ნიმუშებით იყო გარშემორტყმული. აქ სენაკები უკვე გაითხარა ამ კლდოვანი სტრუქტურების ძირში. დაშვება, რომ დავით გარჯის ადრეული უდაბნო მონასტრები საკმაოდ დოზით მოიცავდა ქვითკირის ნაგებობებსაც, ქვის ნაგებობები შეიძლება თიხაზე იყოს ნაგები. სრულიად არ გულისხმობს იმას, რომ გარჯის მრავალთაში პირველი პერმონაზონთა ჯგუფები ერთიანად ბუნებრივ ღვინოვან ან ქვაბოვან მონასტრებში სრულიად არ მოღვაწეობდნენ. მაგალითად, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი აღნიშნულ რეგიონში მოღვაწეთა დავანების ვითარებაზე ბრძოლისას ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით დავით გარეჯელი და მისი პირველი მოწაფეები მარტოყოფილობის პირველ ხანებში სწორედ ბუნებრივ ქვაბებს აფარებდნენ თავს და მხოლოდ მოგვიანებით თანამოაზრეთა რაოდენობის დასთან ერთად მეუდაბნოებმა ხელი მიჰყვეს ახალი გამოქვაბულების კვეთას. გიორგი ჩუბინაშვილის გარჯის მრავალმთის ზოგიერთ კომპლექსში დადასტურებული აქვს მონასტრის დაარსებისა და ფუნქციონირების პირველი ეტაპების, შემთხვევით ან სპეციალურად მემორიალური მიზნით შემონახული ქვაბსენაკები. ასეთებად მას მიაჩნია მაგალითად დავითის ლავრის ქვედა ეზოში მდებარე ორი მცირე ფართობის და სიმაღლის ოვალურთან მიახლოებული გეგმის გამოქვაბულები. გიორგი ჩუბინაშვილი თვლიდა, რომ ეს სათავსოები თავდაპირველად ბუნებრივი მღვიმეები იყო, რომლებიც პირველმა მეუდაბნოებმა გადმოცემით წმინდა დავითმა და ლუკიანემ ოდნავ გადააკეთეს და საცხოვრებლად მოაწყეს, მოასწორეს იატაკები და სიღრმეში სარეცელები გამოკვეთეს. გამოქვაბულების კედლები და ჭერი მკვლევარის აზრით პრაქტიკულად უცვლადაა დატოვებული. გიორგი ჩუბინაშვილის მონასტრის დაარსების ხანაში გადაკეთებულ ბუნებრივ მღვიმეებად მიაჩნია აგრეთვე დოდორქის კომპლექსში სადარაჯო კოშკის დაბლა მდებარე არასწორი გეგმარების გამოქვაბულები. მკვლევარი დავით გარჯელის ცხოვრების აღწერის ზოგიერთ ეპიზოდზე დაყრდნობით იმ დასკვნამდე მიდის, რომ გარჯის უდაბნოებში თავიდანვე მოღვაწეობდნენ როგორც განდეგილი ბერები, ერემიტები, ისე ერთადყოფელი მონაზვნები, კინოვიტები. ჩვენი აზრით მონაზონთა ასეთი დიფერენციაცია გარჯის მონასტრებში ისეთივე მოწესრიგებულ ორგანიზაციას და რეჟიმს უნდა გულისხმობდეს, როგორც წინა აზიის დაწინაურებული მონასტიციზმის ყოველი რეგიონის ლავრებსა და კოენობიუმებში სუფევდა. როგორც ჩანს, გარჯის მრავალთაში მე-6-მე-7 საუკუნეში ჩამოყალიბებული გამოქვაბული მონასტრები საკმაოდ მრავალრიცხოვანი, თუმცა შემთხვევითი ფორმის ან ოვალურთან მიახლოებული გეგმის, მცირე ზომის ქვაბებისა და სამლოცველოებისაგან შედგებოდა, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ ამ მოუხერხებელი გეგმარების გამო შეეწირა შემდგომ ეპოქებში გაფართოება რეკონსტრუქციას. ამის შედეგია, რომ გარჯის გამოქვაბულ მონასტრებში ზემოთ აღნიშნული ორიოდე გამონაკლისის გარდა მე-9-10 საუკუნეზე ადრეული კლდის ხუროთმოძღვრების ნიმუშები მეტად მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი. 1-2 არის მე-8 საუკუნისა და მე-7-ისა საერთოდ საეჭვოა. როგორც ჩანს, უდაბნოთა სტრუქტურაში კლდეში ნაკვეთი სათავსების როლის ზრდის ტენდენციამ გარჯის მონასტრებში უფრო მოგვიანებით, სწორედ მე-9 საუკუნიდან დაწყებული იჩინა თავი, ხოლო განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს მისწრაფება პრაქტიკულად მხოლოდ კლდის ხუროთმოძღვრების ხერხებით გადაწყვეტილი კომპლექსებით დაგვირგვინდა, ისეთებით როგორც არის მაგალითად უდაბნოსა ბერთუბნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებული მონასტრები. აქ არ გულისხმობთ თავდაცვით კედლებს, რომლებიც მათ დამატებით კიდევ გააჩნდათ. ერთიანად გამოქვაბული მონასტრებისადმი ასეთი პრიორიტეტის მინიჭება მე-9-10 საუკუნიდან მოყოლებული მე-11-მე-13 საუკუნის განმავლობაში მხოლოდ გარჯის მრავალმთის უდაბნოებისათვის არ არის დამახასიათებელი. სხვა ძეგლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ეპოქის საბოლოო ეტაპზე საქართველოში იქმნება ვარძის გრანდიოზული კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, რომელიც აგვირგვინებს შუა საუკუნეების ქართული კლდის ხუროთმოძღვრების განვითარებას. სწორედ მომდევნო ეპოქებში გამოქვაბული სათავსების ინტენსიური კვეთა უნდა იყოს იმის უმთავრესი მიზეზი, რომ თავდაპირველი სახით შემონახული პირველ მეუდაბნოეთა მიერ შექმნილი კლდის ძეგლები დავით გარჯის სამონასტრო კომპლექსში ამჟამად
იშვიათადღა გვხვდება. მით უმეტეს ძნელად წარმოსადგენია, რომ გარიჟის მრავალთაში სამონასტრო მოძრაობის გარიჟრაზზე დაარსებული რომელიმე მუდმივ მონასტერი დღემდე უცვლელი სახით იყო შემორჩენილი. მსგავსად სირია პალესტინის, სინაის ნახევარკუნძულის და ეგვიპტის ზოგიერთი მონასტრისა, სადაც სამონასტრო ცხოვრება არაბთა ან თურქ-სელჯუკთა შემოსევების შემდეგ თითქმის აღარ განახლებულა.